ქრისტეს მიერ საყვარელი დანო და ძმანო, გილოცავ დღევანდელ დღეს არის წამება, მოწამების ხსენება, ჩვენი დიდი მამებისა, პირველ ყოვლისა გრიგოლ ხანძთელისა და მისთა მოწაფეთა და კლარჯეთის, ტაო-კლარჯეთის, საადვერტის აღმაშენებელთა განსაკუთრებით დიდია ამ მამების ღვაწლი და განსაკუთრებით გრიგოლ ხანძთელისა, ვინაიდან იმ სულიერ აღმშენებლობას და ფიზიკურ აღმშენებლობას მოყვას ერთიანი საქართველო და შემდეგ ის დიდი დიდება დავითისა და თამარის ზეობა. ეს საოცარი ერთობა მოხდა გრიგოლ ხანძთელში. საერთოდ ყოველთვის ქრისტიანებს გვიჭირს ჩვენ რომ ერთნაირად სულისა და ხორცის თვის ერთნაირად ვიზრუნოთ. რაღაცნაირად ან ხორციელი ჭარბობს, ან სულიერი ზედმეტად და გრიგოლ ხანძთელში შეერდა სწორედ ეს ორივე ერთნაირად. მისი ღვაწლი ერთნაირად იყო გამოვლენილი როგორც უდაბნოს აღმშენებლობაში, ანუ ფიზიკურად ის 10-ობით უდიდესი ტაძარი საქართველოს, რომელიც ახლა ძირითად ნაწილი ტაო-კლარჯეთი და ის თურქეთის ტერიტორიაზეა, სამწუხაროდ ეს ის ჩვენი საქართველოს დიდება საიდანაც დაიწყო და შემდეგ გამთლიანება და გაერთიანება. და მთელი ეს უდაბნოები ტაძრები და მონასტრებით აღაშენა ფიზიკურადაც და მეორედ სულის უდაბნო, სულის ხრიოკი აღაშენა სულიერ ტაძრებით, მოწმეებით, მოღვაწეებით და ესეთი სულიერი მამები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ერთიანი დიდი საქართველოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ერთიან და გამთლიანებულ საქართველოს. სწორედ ეს არის ჩვენთვის დღეს ურად საღები და შესაგონებელი, რომ როდესაც ჩვენ მივტირით დიდ დავითის ჩვენს ძლიერ სამეფოს და შემდეგ ტერიტორიებს, რომელიც დღეს ახლა სხვების ხელშია, ის კი არა აგერ გუშინ დავკარგეთ ჩვენი ძირძველი მიწები და თითქმის ქართლის გულში უკვე ცხინვალი ფაქტობრივად ჩვენ სახელმწიფოებრივ იურისდიქციაში არ არის ყოველ შემთხვევაში დე ფაქტო და როდესაც ჩვენ ამ დროს რაღაცაერებ ტრებისზე ვლაპარაკობ ჩვენ წაგვართვეს ეს პატარა ბავშვების რაღაცა ნევროზული ცოტა ისეთი ბავშვური დამოკიდებულება, ბავშვი ყოველთვის ჩივის რომ მე წამართვეს რაღაცა, წამართვეს და მამასთან მოდის. მაგრამ უფრო გონიერად თუ მივუდგებით, ჩვენ პირველში ჩვენ თავს წავართვით ის სულიერი ნიში და სიმაღლეები, რომლის გამოც მე ამ სულიერების ქრისტეს სიყვარულის გასავრცელებელი ასპარეზით მოგცა ღმერთმა, იმიტომ რომ მიწას, ქვეყანას, სამყაროს, ტაძარს ღმერთი რისთვის გვაძლევს? ქრისტემ რა არის მიანიჭა რომ სასუფეველი ღვთიური სიყვარული, რომელიც გულშია, სულშია, გნელელა გავრცელდეს მიწაზეც. და ამისთვის უფალი მოგცემს მიწასაც, გაგაფართოებს რომ ამ მიწიერ ხალხებს დასახლებულ ადამიანებს ქრისტეს სიყვარული მიუბოძო და მთელი სამყარო ქრისტესია პრინციპში საბოლოოდ. და როგორც კი ამ მისიას არ აღასრულებს შენ იმ ტერიტორიებს დაკარგავ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. მიწა თავისთავად არ არის წმიდა, არ ტაძარია წმიდა, წმიდა არის ადამიანი. ჩვენიერი მაგალითი გვაქვს ისრაელის ტაძარი, როცა იგრეოდა და სოლომონის ტაძარი წარმოგიდგენია და როგორი რჩეული ხალხი და როგორ ამ ტაძრით როგორ ამაყობდნენ, რა თქმა უნდა და როცა იერემია წინასწარმეტყველებს რომ ნაბუქოდონოსორი მოვა ამ ტაძარში ქვას-ქვაზე არ დატოვებს თქვენ ტყვე წაგიყვანთ მოღალატედ ჩათვალეს იერემია და იერემიამ ამხილა ისინი, იმიტომ რომ ტაძარი და მიწა კი არ გაწმენს ადამიანს, ადამიანი გაწმენს ტაძარსაც და მიწასაც, მიწა თქვენ მოგცათო და თქვენ ჯულისთვის იყავითო, ჯული დაივიწყეთო, კერპცახურებას ეწევითო, შესაბამისად ძალა დაკარგა უკვე ყველაფერმა. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ იმას კი არ არის სულ რომ ტრებმა წაგვართვეს, დიახ ტრებმა წაგვართვეს, მაგრამ ეს უკვე მერე მოხდა, მაგრამ მანამდე ჩვენი თავი წავართვით უფალს ჩვენ ავარჩიეთ ათეიზმში ცხოვრობდით კიდე მანამდე დღეს ახლა თუნდაც რა 30 წელია კი გამოთავისუფლდით ათეისტური დიქტატისაგან, მაგრამ ჩვენი არჩევანი მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ფიზიკურ ტაძრებს კი ვაშენებთ, მაგრამ შევადაროთ მაშინ გრიგოლ ხანძთელის ტაძრების მშენებლობას. იქ ტაძრების მშენებლობის პარალელურად
კერები იყო, საგანმანათლებლო კერები იყო. ქრისტიანული განათლება პიკზე იყო აყვანილი, ჯერ პეტრე იბერიდან დაიწყო ეს ყველაფერი. განმანათლებლობა ქრისტიანობა მარტო ფიზიკური ტაძარში რაღაცა ლიტურგიის სახურება არ არის და უბრალოდ ესე იგი წესკანონების ერთგულება. არამედ ეს არის ქრისტეს შემეცნებაში ზრდა და ამისთვის თარგმანებია საჭირო, ამისთვის ინტერპრეტაციებია, კომენტარებია საჭირო, ამისთვის სულიერი ზრდა არის საჭირო. ეს ხდებოდა მონასტრებში, საგანმანათლებლო კერები იყო და პეტრე იბერის შემდეგ უკვე გრიგოლ ხანძთელმა აიღო ეს ესტაფეტა საქართველოში და ჯერ პეტრე იბერმა რამდენი ათობით ტაძარი აღაშენა იერუსალიმში და ისრაელში. უდიდესი საგანმანათლებლო კერები ჯვრის მონასტრიდან დაწყებული. და შემდეგ გრიგოლ ხანძთელის საგანმანათლებლო მოღვაწეობას და ამ დროს პრაქტიკულ აღმშენებლობასაც შემდეგ მოყვა სწორედ სამხრეთ საქართველოსთან დაიწყო გაერთიანება ბაგრატ მესამის დროს იცით თქვენ რომ უკვე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთიან საქართველოდ იწოდება და შემდეგ ბაგრატ მეოთხემ დააგვირგვინა და ასე შემდეგ. მაგრამ ამის საძირკველს ვამბობ ჩვენ. აი ეს უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩვენ მივტირით ერთი მხრივ ტერიტორიების დაკარგვას, დღევანდელ დღეს მეორე მხრივ ძველი საქართველოს დიდება ჩვენი იყო, მაშინ ისიც უნდა გავიხსენოთ როგორ იყო ეს ჩვენი. ჯერ ჩვენ ვიყავით უფლის, ჩვენ სიყვარული, ქრისტეს შემეცნება იყო პირველი. სამწუხაროდ ბოლო 30 წელი ამას ვერ ვხედავ ჩვენს რეალობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ 100-ჯერ გაიზარდა ტაძრების რიცხვი და მღვდელმსახურების რიცხვი, რომ შევადაროთ გრიგოლ ხანძთელის აღმშენებლობას, იქ ჩვენთან ფიზიკური ტაძრები და მღვდელმსახურები არის, მაგრამ ის სულიერი არ არის და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ავართ ქრისტეს სიყვარულის მაგალითები არათუ სხვებისთვის გარეთ, არამედ ჩვენ შიგნითაც და შედეგი არის ის რაც გვაქვს. ამიტომ ჩვენი ძალა არის მიბრუნებასთან ფესვებთან, იმიტომ რომ არაფერი წარსულში არ ხდება. აქტივობა რაც სულში ხდება, ეს არის სულში აღსრულებული სიღრმეში თუ მოხდა და ნამდვილად მოხდა გრიგოლ ხანძთელის დროს სულიერი ცვლილებები. და შემდეგში უკვე ფიზიკურად ეს ჩვენს სულში იმყოფება უბრალოდ გადაყრილია რაღაცა დავიწყების ნაცარი. იმიტომ რომ რაც სულში აღესრულება, ის დრო და სივრცეში არ არის. სულს არ აქვს დრო და სივრცე, ამიტომ არსში რაც არის. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ ვერ ვხარობთ ამ სიკეთით და ვერ ვწდებით, იმიტომ რომ ვერ ვიღვიძებთ, ვერ ჩავდეთ, რატომ ძიმები არა ვართ. ანუ სუბუქები ვართ. ზედა ამ ჭრელა წუთი სოფელმა გაგვიტაცა. ჩვენ გონია რომ ევროპაშია ბედნიერება, იმიტომ რომ ევროპიდან მერე უკვე დიდი ხელფასები გვექნება და კარგი ჭამა და სმა და გართობა. ეს არ არის ჯერ ერთი ევროპა. ევროპა უფრო ღრმა არის და თუ მართლა გვინდა, უფრო ღრმა სიკეთეები მივიღოთ. თუმცა ესეც არა გვაქვს გარედან შემოსატანი. ჩვენი მხელა სულიერი რესურსები გვაქვს ჩვენ წიაღში და შოთა რუსთაველი ზეობა და კიდე საუკუნეები დასჭირდება ალბათ კაცთა მოდგმამ რომ მიაღწიოთ ადამიანის სულის სიღრმეებს და ადამიანთა შორის ურთიერთობათა იმ სიკეთეს რომელიც იქ არის წარმოდგენილი და ეს ჩვენია ყველაფერი. ამიტომ მონანიება გვჭირდება ქართველებს გონს მოსვლა და შიგნით საგონებელში ჩავარდნა, ესე რომ ვთქვათ, რომ ჩვენი ძირებიდან ამოვწიოთ ის ჩვენი ძალა, რაშიც იყო მაშინ ძალა, ამის გამოცდილება გვაქვს ყველაფერი და აი მაშინ ჩვენ ვიქნებით არა მხოლოდ ჩვენ თვითონ დამშვიდებულები, არამედ ჩვენგან მშვიდობას მიიღებენ სხვა ქვეყნებიც უკვე. და აი ეს უნდა შევხედოთ და ასე უნდა დავაფასოთ მათი ღვაწლი და არა მხოლოდ იმით, რომ უბრალოდ გავიხსენოთ. გახსენებ, იმიტომ ვიხსენებ, სწორი გახსენება ნიშნავს ხსნას. თუ მართლა გავიხსენებთ, მაშინ ის ძალა ამოიწევა და ისევე იმოქმედებ დღეში არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სხეულში მოვა. სხეულს არ აქვს მნიშვნელობა, თავარია თუ ვირწმუნე, ჩვენ ის ამოიწევა, იმიტომ ის წარსულია, იმიტომ კი არა რომ მართლა წარსულია, თუ წარსული სულის აქტივობისთვის არ არსებობს. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააშლების საშვილის გარდაეცემის არადაშვილი აბა. შესაბამისად, გახსენები ჩვენ დავიბრუნებ ჩავალთ ის და ისევ საქართველოს დიდება ისევ გამოვწყინდება. სრულიად შესაძლებელია. აი ასე უნდა აქეთკენ უნდა წავიდეთ ჩვენ და არა იმისკენ რომ ვიწოწუნოთ მტრები გვართმევენ და მტრები გვართმევენ. გაასაგებია წაგვართვეთ, კიდევ უფრო მეტსაც წაგვართმევენ თუ ასე დავრჩებით. არამედ ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, რომ რატომ კარგავთ, კითხვა დავსვათ. ყველაფერს ხო ბიზნესია და თუ კი ჩვენ მივხვდებით ამას და ამოვწევთ ამ ცნობიერებას, ამ სიყვარულს, რომელიც სამწუხაროდ დღეს წარსულში ვლაპარაკობთ,
ის აწყო გახდება და როდესაც სიყვარული და ცნობიერება და წმენა იქნება აწყოში, მაშინ ის ერთადერთია, მეორე ძალა უკვე არც არსებობს. უმეცრება სწორედ ამის ნაკლებობაა. აი ეს მიდოდა მეთქვა დღევანდელ წმინდათა დაკავშირებით და დღეს სახარების საკითხავშიც არის ასეთი ადგილი, რომელიც დაახლოებით იგივე ამ ჩვენს თემას აგზელებს, ამ სიყვარულის თემას და სულიერ სიმაღლის თემას. ეს არის მაცხოვარი გვასწავლის, ეს არის ძალიან ძლიერი სწავლება და ესე რომ ვთქვათ, ქრისტიანული აზროვნების უმაღლესი ხარისხი, ამის იქით შეუძლებელია წავიდეს ადამიანი. ეს არის ის ვექტორი, ეს არის ის მიზანი, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვიზარდოთ და ეს სრულიად შესაძლებელია, არ შეგვეშინდეს. დიდარ ძალის სიყვარულისა, რომელიც მორჩილყოფს გონებასა, შეკადრებად შეუკადრებელთაცა. ერთი ბიზანტიელი მისტიკოსი წეს. რას ნიშნავს? ანუ სიყვარულის ძალა იმდენად დიდი კადნიერება, რომ შეუკადრებელს, შეუძლებელს იკადრებს, ასე რომ კარგი გაგები. და ამას საზღვარი არ არის. და ჩვენ მოგწევთ წინდი ამ სიყვარულისა და აი ეს უნდა განვავითაროთ. ამიტომ მაცხოვარი გვასწავლის, როგორც გინდა თქვენ მოგესცენ კაცნი, ისე მოეკეცით თქვენც მათ. იმიტომ რომ რასარგებელია თუ თქვენ გიყვართ თქვენი მოყვარელი, ან ასეცხებთ იმათ, ვისგანაც აქეთ მოელით, არამედ თქვენ ასეცხებთ თქვენ გიყვარდეთ ის, რომელთაგანაც აქეთ არ მოელით და ამიტომ ამბობთ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ასე შემდეგ. და იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი არ სრულ, ვინაიდან ის მამაზეციერი ერთნაირად განფენს, მიფენს სიკეთეს ყველას. სადავყავართ რა, სად ვარ და სად უფალი საიტკე გვიბიძგებს და რისკე გვახედებს. და ნამდვილად ჩვენში რო არიდოს შესაძლებელობა ეს, მაშინ ჩვენ უფალი არც მოგთხოვდა ამას. არ უნდა შეგვეშინდეს ამ მოწოდების, რომ თურმე შესაძლებელია ასეთი სიმაღლე. აი თუნდაც მტრების სიყვარულზე. ეს ჯერ ერთი ეს უნდა გავიგოთ, რომ ეს ეხებათ ქრისტიანებს. ქრისტიანებს ეუბნები, იმიტომ წარმართებსაც უყვართ თავიანთ მოყვარულები ქრისტიანებს. თორე წარმართული სამყარო ჩვეულებრივი რიტმით მიდის. იქ რო წარმართობაში ერთი რო გაჩნდეს, მეორე გადაყლაპავს. იქ ეს ომი, შფოთი ჩვეულებრივად მიდის. იმ ხარისში იმყოფებიან. ქრისტიანთა ვალი რა არის? ქრისტიანებმა აჩვენონ ეს, რომ სიყვარული მტრისადმი უფრო დიდი იარაღია და უფრო მეტ შედეგს მიგვაღწევინებს, ვიდრე ხმლით იარაღი, ხმლით ომი. ჯერჯერობით სამწუხარო სამყარო ამას ვერ იგებს და ისევ აგზელებს. 21 საუკუნეში, აი მე პირადად როგორც ადამიანი, ჩემი ხედვა ეს სირცხვილია, რომ ომით წყდებოდეს პრობლემები. ჩვენ ხო ვიზრდებით, ნუ თუ ერთ ადგილას უნდა ვიყოთ. ომი არის ეს განმარტებაა საყოველთაოდ. პრობლემების გადაწყვეტის ბოლო საშუალება, როდესაც ყველაფერი ამოიწურება, აი მერე. და მანამდე უამრავი რაღაცა ორ ადამიანს შორისაც ასეა. უამრავი რესურსები გვაქვს ჩვენ რომ მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი პოტენციური ძმარი, იმიტომ რომ ღვთის ხატია ისიც უბრალოდ თქვენ შორის ორივეს ეგოიზმი აგროვებს რაღაცა შუაში ჩანახერგს, რაღაცა ზედნადებს, ესე რომ ვთქვათ, რომლის მერე ერთმანეთი ჩანს ამ პრიზმაში, შავ პრიზმაში და ჩვენ გოიმები მართლა ეს გოი სიტყვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბავშვები, უმწიფრები. ვიჯერებთ ამას, რომ ვინც ჩემ წინაშე დგას, ის ისეთია, როგორც მე ვხედავ და ამ დროს ვერ ხვდები, რომ შენ გაქვს ეს დაბინდული შენი გონება. და თუ ამას მივხვდებით, მაშინ ჩვენ, როცა გავისუფთავით ჩვენს აზროვნებას, ჩვენს გონებას, ჩვენს ხედვას, ჩვენს წინ უკვე დავინახავთ არა მტერს, არამედ ძმას, რომელიც გადაფარული იყო ჩვენი მისდამი წარმოდგენით და მისი ჩვენდამი წარმოდგენითაც. ამიტომ ორივე მხარე უნდა წამოვიდეს ერთმანეთისკენ. ეს ჩვენს ლიტერატურაშიც გადაწყვეტილია საკითხი, ახლა დავიწყოთ ვეფხისტყაოსიდან, თუნდაც ვაჟას პოემებში სულ ეს არის, რომ უცხო არ არის, რომ უცხო ეს არის, ვისაც ცხება აკლია. ჩვენ ხო ცხებულები ვართ ქრისტიანები. და რატო გცხო უფალმა? რომ ამ უცხოთ ადგილებს ვცხოთ, სიცხადე, სინათლე შევიტანოთ იქ, სადაც შეტანილი არის სინათლე. იმიტომ ის ადგილები არის ბნელი ადგილები, ადამიანები უგუნურების, უმეცრების გამო გონიათ, რომ უცხოები არიან, მტრები არიან. ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც ნათელი აკლია. ნათელი არის გაგება და მიხვდომა. ნელ-ნელა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ესეთი კერპები, ანუ ისეთი დამოკიდებულება, როდესაც ერთიანის გაგებას ხსოვნას მოწყდა ადამიანის მოდგმა.
და მათ გონია თუ ერთისგან კი არ მოდიან, ამიტომ მრავალი ღმერთისგან მოდია. მაგრამ ეს არის შემდეგ გაჩენილი უმეცრების შვილია და როგორც კი სიცხადე შედის და სიყვარული ეს უმეცრება იშლება. ამიტომ ხდებოდა რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები თავიანთი ცხელი გულიდან გამომდინარე ნათელს მიჰფედდნენ აი ესეთ ადამიანებს, სისხლისმცემელ ადამიანებს, მათ ხო ისეთი ადგილებიც იყო, თუნდაც ავიღოთ განათლებული რომი, ისიც კი რა იყო, მათ ჰედონიზმი ბატონობდა და მხოლოდ აი მიწიერი სიკეთებით ტკბებოდნენ და ისინი ყრიან, ტოვებენ ყველაფერს. იმიტომ რომ უმჯობესი დიდი სინათლე მოდი. დღევანდელ დღეს სამწუხაროდ ქრისტიანობა დაკარგა აი ეს მანათობელი მდგომარეობა, მას არსობრივად შიგნით არ ყავს სიცოცხლე და უკვე გადავიქეცით, როდესაც ჩვენს გარშემო ამის გამო ბოროტება იმატებს, ჩვენ ეს ბოროტება არ გვინდა. და ამიტომ რაღაც ლამის ნაჯახი ავიღოთ ხელში და თითქმის სასულიერო პირებიც კი კვეთრად ვიწყებთ ცოდვილების განკითხვას, ლანძღვას, ესენი იღუპებიან ახალგაზრდები, დიდი, პატარა ყველას ლანძღავ. ეგ რა უბედურებაა? მთელი სამყარო ცოდვაშია, რამდენს გამოყოფ და ქრისტემ ამიტომ მოგვიყვანა ჩვენ რომ ცოდვილები უძახოთ. ქრისტე ამბობს, შედით ნათელი ხარ წუთის სოფელში, ანუ ის სიბნელეა. შენი ნათელი რო შეხე ბრძოლა არ ზაგჭირდება, იმიტომ ნათელი ბნელში ანათებს. არა იმიტომ რომ ცდილობს გაანათოს, არამედ იმიტომ რომ ნათელია. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ნათლები კი არა ვართ, არამედ ნათელზე ვქადაგებ და ჩვენ თვითონ არა ვართ ნათელში. მაშინ ბოროტება მძლავრობს და მე უკვე იძულებული ვართ ამ თავრობას შევეკრათ და რაღაცა ძალის გამოყენებებით დავალაგოთ წესრიგი, რომ ყველანი რაღაცა ისეთი ზნეობრივები იყვნენ. ეს მკვდარი ზნეობაა, ასეთი ზნეობა წესრიგი კომუნისტების დროს ჩვენზე უკეთესი იყო და ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მკვდარია. ქრისტეს ეს დრო დომებოდა, ჩვენ ისე შეგვაშინებდა, როგორც კრავი და ჯვარსმული სიყვარულით კი არ მოვიდოდა, არ მოვიდოდა როგორც მეხტამტეხელი. და შიშით გული გაგვისკდებოდა დიდი და პატარა ვიბობღებიდით მიწაზე და არც მოვკლავდით, არც არაფერს არ გავაკეთებდით სულს. მაგრამ ღმერთს ასეთი კნილებები არ გაუჩება სულ და სიყვარულით უპასუხოთ. ამიტომ ის ჯვარზე მოდის და ის არ ჩამოდის ჯვარიდან და არ იძიებს შურს ჩვენზე, არამედ მას უნდა რომ თვითონ ადამიანმა შეიყვაროს ის და ძალას არ ატანს. ამიტომ არის ძალდატანება არ შეიძლება. შეიძლება გავაჩვენოთ ადამიანი არ გააკეთოს არაფერი, მაშინ სიძულვილის ენერგიას ვზრდით და ერთხელაც იქნება აფეთქდება. ეს არც უნდა ღმერთს ესეთი გარეგნული წესრიგი. ასეთი წესრიგი მქონეები, აგერ დიქტატურები გახდა გერმანიაში, საბჭოთა კავშირში, ყველგან უბრალოდ ქვეყანაში, ყველგან წესრიგია, მაგრამ წესრიგი სასაფლაოზეც არის. შიშით მიღწეულ წესრიგი რა წესრიგია და რა წყობა ასეთი. უფალს ასეთი არ უნდა, თორე ასეთი წესრიგი ჭიანჭველებში არის, ფუტკრებში არის, 10,000 ფუტკა არის. ერთ სკაში ცხოვრობს და ყველა მიცის თავისი საქმე. ისე არის აწყობილი სოციუმი ფუტკრები არ დაგვესიზმრება. რა ჩვენც ასე შევექმნით ფუტკრები ვით, რომ გარედან ინსტინქტის ძალით. მაშინ ჩვენ ისე ფუტკარი გააჩინე, ეგ რაღა ადამიანს გააჩენ. ადამიანში ჩადო მან მოსურვება ამისკენ. შესაძლებლობა ჩადო, ოღონდ თავარი თვითონ უნდა წავიდეს ამ გზით. აი მაშინ არის ის ადამიანი. მას დაუტოვა არჩევანი და რომ ნებაყოფლობით უნდოდეს მას ღვთის მიმსგავსება. თავის შემოკვეთილად ეს იქნება მისი სათნოება. მაშინ იქნება ადამიანი ჯილდოს ღირსი და ღვთის ხატი და მსგავსი უკვე. იმიტომ რომ მისი ეს სიბწმინდე, სიმართლე, სიყვარული არის მისი მოსურვების შედეგი, მან მოიმუშაკა. მაგრამ თუ ასე თვითონ შექმნიდა ღმერთი გარედან, მაშინ ის ადამიანი კიდე გეუბნებოდ ისეთი იქნებოდა როგორც ფუტკარიან ჭიანჭველა, უწყინარი. ან ზე, რომელიც საერთოდ ორბიტიდან არ გადადის და მასზე კეთილი ვინ არის, მაგრამ არ არის კეთილი. იმიტომ რომ გარედან არის შექმნილი ასე. ამიტომ ნუ გამოვიყენებ ბოროტა ჩვენს ამ არჩევანს, რახან არჩევანი გვაქვს და რახან ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბოროტის გზას ვირჩევთ, არც მეხი გვეცემა და არც არაფერი. ნუ გონიათ რომ რა მაინც და მაინც გვინდა და მაშინ ჩვენ ვიქნებოდი შიშისგან კეთილები. ეს რა გამოვიდა მაშინ? ამიტომ როცა გვეუბნება იყავით სრულ, როგორც მამა თქვენია სრულ, სისრული როგორ არის, რომელიც ამოდის აი ამ გონს მოდის და განსხვავებულობის მიღმა ერთიანს ხედავს ყველა და ყველაფერში, ასეც უკვე უყვარს, ზესავით ყველაფერი. ეს ძველ ჩვენს ქართულ მითებში და პოეზიაში ისეთ სიმაღლეზე იყო, ჩვენ ახლა ჩვენ ევოლუციის თეორიის ბრალია ეს ყველაფერი. ჩვენ ევოლუციამ რა გვასწავლა? ჩვენ მოვდივართ რაღაცა იმიდან, რა ქვია, უგუნურებიდან, უმეცრებიდან, სიბნელი და სიცხადისგან. ტყუილია. ესეთი ევოლუცია.
სიცხადე მაშინ იყო სინათლე და პირიქით მერე ხდება მატერიალიზაცია და გამკვრივება, მერე ხდებით განულება. პირიქით ჭარბად ხოდა ადამიანს სულიერ ხედვა, თუმცა ეს სიჭარბე სულიერ ხედვის ეს არ იყო ნორმალური. ამიტომ მატერიაში შემოდის ადამიანი და ნაწილობრივ ბნელდება იმისთვის, რომ ის იყო თავისუფალი ამ სიბნელეში და ნებაყოფლობით იყოს სინათლეფლობელი, თორე გარედან ის თლიანად დატბორილი იყო, ესე რომ ვთქვა, ღმერთის სინათლე ჭარბად ჰქონდა. ნახე როგორი პოეზია. ყველა ადამიანის შვილი ვართ. თათარიც ჩვენი ძმა არის. ახლა ევროპული კონცეფცია ლიბერალიზმი რა ამაზე შორს მიდის, რას გვასწავლია? ყველა ანუ მიუხედავად იმისა, განსხვავებისა, სქესობრივი, რელიგიური, ტრადიციული, უამრავი. აგერ გითხრა 1000 წლის წინ, ყველა ადამიანის შვილი ვარ, თათარიც ჩვენი ძმა არის. თუ ხალი გეტყვის დობასა, ის უკეთესი და არის. ეს რა არის? ანუ მარტო ხორცილი და კი არ არის და ანუ მარტო იმაში კი არ ჩაკეტა ხორცის ამ ასეთი ურთიერთობები ცხოველებსაც აქვს. თავიანთი ჯიში და გვარი ყველას უყვარს. ეს დღესაც ეწერე, თუ თქვენიანი გიყვართ, მარტო რა არის? ქრისტეს გაყავხართ ამის მე, თუ ხალი დობას გეტყვის, ის უკეთესი და არის. ისეთი კონდეს გონება, ვით მოწმენდილიც არის. ანუ დაყოფა არ არის, ცას აქვს დაყოფა, საზღვრები არის ცაზე, იქით აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი. არც მიწას აქვს დაყოფა, კარგად დააკვირდით საქართველოსა და სომხეთსა და აზერბაიჯანს ან თურქეთს შორის, როგორც კი იქით არის უკვე სხვაგვარი მიწაა, აქეთ რო არის ხე, ზუსტად ისეთივე ხე იქაც, აქეთ რო არის ბალახი, იქაც იქივეა. ტვინებით გავყავით ჩვენ. ისეთი კონდეს გონება ვით მოწმენდილიც არის, თუ არ იწმუნება ამასა, მაშინ ცხოვრება რა არის? რაც შეეხება მტრობას, მტრობა მოშლილი იყო, იმდენი მაგალითები გვაქვს ჩვენ, იცით თქვენ, ვეფხისა და მოყმის ბალა და საოცარი სიყვარულის სიმაღლეა, მაგრამ ერთი არის საოცარი ლექსი, რომელიც დღევანდელ აი ზუსტად სახარების მას გაგვიხსნეს კარგად, აი გიყვარდეთ თქვენი მტრები. და გიყვარდეთ რატო იცი? შენ წარმოდგენაში აქვს, მტერი პოტენციურად შენი ძმა აღო სამუშაოა საჭირო. გვირაბია გასათხელი. გვირაბი შენში. რომ ის ყველაფერი რაც შენსა და შენს ძმას შორის დაილექა საუკუნეების მანძილზე, ყველაფერი გადაყარო და ირწმუნო. აი თავდაჯერებულად ფანატიკურად ირწმუნო, გვირაბის ბოლოში სინათლეა. იქ შენი ძმა გელოდება იქ ბოლოში, იქ ხის ხატია, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთი კარგს ამოავლენს და ბოროტს არ დაბადებს. ამიტომ რასაც ურჩხულებრივად იდგეს დღეს ჩემ წინაშე ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ჩვენ წმენით ვიცით რომ მის მიღმეს ნიღაბია მხოლოდ. ეს ჩვენ მე შევქმნი ის ასეთი, მე ვარ თანამონაწილე იმისა, რომ ის ასეთი ჩანს გარედან. ესეთი ხალხური ლექსია თუ იცით, ანუ შეიძლება არ იცით, თეთრი თამბი. ეს არის მონადირე და მიდის თეთრი თამბი, რომ ვეფხს უნდა შეებრძოლოს. ნუ მის წარმოდგენაში ვეფხი არის მტერი, რა თქმა უნდა, ხო, ვეფხი მტერია და ის უნდა მოკლას, როგორც ებალუ და ისა ქეთელაურმა მუცალი და ასე შემდეგ. იქ რა ხდება? მოკლავს. და დაახლოებით იგივე მისტერია აქედან არის აღებული გოჩა და ხვიჩა. გოჩა და ხვიჩა, რომელიც ერთ ეზოში დაბადებული გაზრდილი ბავშვები, ხო, ფაქტობრივად ძმები, აბარა, მაშინ ხო, ერთად თანაშეზი, ბოლოს ერთმანეთს ხვდებიან როგორც ორი მოწინააღმდეგე სისტემა, მოსისხლე მტერი. მაგრამ ესოთო მოსისხლე მტერი მათ გარედან არის, არსში ხო არ არის. შიგნით გოჩა და ხვიჩა ისევ არიან, ოღონდ ამათ არიციან ეს შემდეგ რაც მათში მოხდა. და ბოლოს როდესაც კლავს ერთი მეორეს, იქ ხვდება ვინ მოკლა. დაახლოებით ასე აქვს, ოღონდ ეს უკვე თქმულებაა და უძველესი ლექსია. თეთრი თამბი რომ მოკლავს ვეფხს და მის წარმოდგენაში ვეფხი სუსხანაირი იყო და დასტირის ამ ვეფხს. შენ ავთვალი რისთვის მეგონე, მოხატული ბეწვი ქონია, მოუქნელი რისთვის მეგონე, ელვასავი ტორი ქონია და ასე შემდეგ ჩამოთვლის და ნეტავი შენ არ მომეკალი და ღვიძლი ძმა შემომკვდომოდა. ნეტავი შენ არ მომეკალი და მამა ჩემი შემომკვდომოდა. ნეტავი შენ არ მომეკალი და თავი მომეკლა და ტიალი. იფიქრეთ ამაზე. სად ყოფილა მტერი? ვეფხი არ ყოფილა თურმე ისეთი როგორც ამას ეგონა და იმიტომ წავიდეს მოსაკლაოდ ეს არის ასეთი ავთვალი და ასე შემდეგ. და იქ მე ხვდება რომ ეს ასეთი თურმე არ ყოფილა და ეს რა ვქენი? ტირის და ნეტა თავი მომეკლავა. ამიტომ ადვილ ნუ იტყვითო ვაჟა ამბობს კაცის გმობასა და არა ვარ გაუ იმასაო. ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსაო.
ადვილი გამოსასწრები ეგრევე ემოციით ნუ განჟითო ადამიანებს პირველ მტრად ნუ ჩათვლი მოძულედ ნუ ჩათვლი ეს ადვილია ეს ბავშვური დონე არის გეუბნება არამედ მიუხვდი გაუგე ახლოს მიდი უცები მოსრის მწოდნეთა მწოდნამან ხელოვნებამ შოთა გასავლი ან ის უცები რაც შეუცნობელია და ბოროტია შენ წარმოდგენაში ამას გადალახავს ახლოს მისვლა შეცნობა მისი ებრაელებს აქვს საოცარი სიტყვა ღმერთის ასპექტი ერთ-ერთი ბორე ნუ ეპიტეტები ხო ღმერთი თავი თვითონ როგორია არავინ არ იცის ჩვენ მის გამოვლინებებს და რა დონეზეც გვეძლევა ჩვენ ისეთ სახელებს ვარქმევთ სხვადასხვა კულტურებში ერთ-ერთი არის ბორე ნიშნავს ორი კომპონენტისგან შედგება მოდი და იხილე და რას ნიშნავს რომ ის თავისთავად ღმერთი არ არის ის თავის სახის მფლობელი ის უსახურია მაგრამ ეს უსახურობა ჩვენი წარმოდგენის შედეგია ამიტომ მოდი ახლოს გეუბნება ნუ დაიჯერე ის რაც ღმერთსა და ჩვენ შორის არის დაფარული ეს გადასალახია ეს ისეთი არა ვარ მე ახლოს მოდი არ შეგეშიდეს და აი მურჩხულის მიღმა შენი ხილავ ანგელოს ანუ ღმერთის პირველ სახეს თუ გადალახავ შის ასე არის სამყაროც მტრებით სავსე და რაც უფრო ბავშვები ვარ ჩვენ რაც უფრო ჩაკეტილები ვარ რაც უფრო გაუნათლებობაში ვარ მით უფრო მეტი და მეტი მტერი ჭყალებში გადადის ეს არის გარეთ გატანა ჩვენი უგუნურების და უმეცრებების და ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია რაღაცა წინ წავიწიო და რაღაცნაირად ესეთი ტუტუცი ბავშვი ვითარ მართლა რომელსაც უნდა მთელი სამყარო მის გარშემო ცეკვავდეთ და ათამაშებს ყველას აი ესე გვინდა ჩვენ რომ ყველაფერი დაალაგდეთ თვითონ თავისთავად და ღმერთი გეუბნება არა ასეთი სამყარო არ მოგცა შენ ადამიანები სამყარო მოგცა ღმერთმა დასამუშავებლად დასასრულებლად მათ ფორმა შენ უნდა მისცე ამიტომ თუ ამ სამუშაოს არ შეასრულებ ისინი ურჩხულ დღეს თუ მტერია ხვალ ურჩხულად გადაიქცევა პირიქით უფრო მეტად და მეტად გაბუნდოვანდება და ამის მიზეზი შენ იქნებ მიწას თუ არ დაამუშავებ და გააჩერებ ბოსტანს ყოველ დღე მაშინ სარეველები ისე გაიზრდება საერთოდ ვერ შეხვალ შიგიდა მე გველები და მორიელები დაკმენენ სახში შემოგივარდა იმიტომ რომ შე ხელი არ გამოიღე განგება მოგცა გონება გული სული შესაძლებლობა ვინც დამბადა შეძლებაც ამანვე მომცა ძლება და მტერთაო მტერი ვინ არის აი მტერი ის არის დაუმუშავებელი ტერიტორიები რომელსაც ფეხი უნდა შედგა და შენ იმის ნაცვლად ფეხი შედგა და გიყვარდეს რას ნიშნავს შუქი შეიტანო სინათლე შეიტანო დაამუშავო სიცოცხლე მიიბერო და მერე ჩაიკრა გულში და შენი ტერიტორიებია ეს შენ უნდა იმეფო მაგრამ შენ იმის ნაცვლად ებრძვი გარედან აგინებ და რა გამოვა ხვალ ის იმ ტერიტორიასაც დაკარგო რომელიც ახალ იმყოფები ცალფეხზე დადგები და იმასაც აგართმევი სწორედ იმის გამო რომ შენ არ გამოხვედი იმ თბილი ლოდგიდან და ბავშვი ნევროზულ მდგომარეობაში დარჩი და ყველა ტერი დაარტყა ეს არის პიროვნულ ურთიერთობაში და დიდ ურთიერთობაში ერთი და იგივე პრინციპია ამიტომ აღიმართო გეუბნება შენ მოგცა კალმახში თუ ჩადო ძალა ისეთი რომ სათავისკენ წავიდეთ განგებავ და დაამუშავე ნუ იქნები ზარმაცი ეს ენერგიები და ის რასაც უსახურია ნუ დაარქმევ სახელებს უსახური სახიერად გადააქციე ახლოს მიდი მოვლენათა კავშირები იპოვე იაზრუნე იფიქრა აი ხედან იწყება ადამიანი თორე ცხოველთა სამყაროს ეს ასე არ ჭირდება ასეთი ამდენი ფიქრი იმიტომ რომ ინსტინქტი ჩადო გარედან უფალმა და იმ ინსტინქტის ძალით ისინი ყველაფერს ახერხებენ ერთმანეთს როგორ მოექცენ უცხოს როგორ მოექცენ მაგალითად თუ კი თაგვი შევა შემთხვევით წრუწულა სკაში მათ იციან რა უყონ არ კლავენ რატო რომ მოკლა მაშინ აყროლდება და გაფუჭდება თავზე და თაფლი რა იმას უკეთებენ პარალიზებას ბალზამირებას უკეთებენ რომ ის არ გაიხსნას და მე გამოათრევ გარეთ ვინ ასწავლა განგება ამიტომ ისინი ამას აკეთებენ გარედან და ჩვენ ასე არ შევქნა ჩვენ შექმნა ისე რომ ეს მოდი და გააკეთე შენ თვითონ ისურვე შენ შესაძლებლობები გააკეთე და გააკეთე არ გააკეთე მაშინ აი ტერი მაშინ მართლა გექცევა მტრად და მაშინ ტერი გაიძულებს ყოველ შემთხვევაში ძალით გაგაკეთებინებს მაინც თუ ჩათრევა ჩაყოლა ჯობია ასე გამოდი აი ეს არის გიყვარდეს ტერი თქვენი და იყავით სრული თარცა მამა თქვენია სრულს რატო სისრულე ჩვენში ჩადებულია როგორც შესაძლებლობა და მამის სისრულე გვაქვს როგორც შესაძლებლობა ღვთის ხატობა და რას გეუბნება გაუკეთე რეალიზაცია ამას მიუახლოვდი გაბედე და შენ მამასავის სრულყოფილი იქნები რომელიცაც განურჩევლად მზესავით შეუძლია მიიღოს ყველა და ამ ყოველგვარი მრავალგვარობის და მრავალფეროვნების მიღმა ან ტანსაცმელების მიღმა ის ერთი სხივი დაინახოს ერთი შუქი და იმას აი ეს არის სიყვარული და ამაში იზარდეთ და ზრდის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ ჩადებულია კიდევ ერთხელ ვამბობ და ეკლესია არის სწორედ ის ადგილი
სადაც ჩვენ ამას ვიხსენით, მუდმივად კულტივირებას უკეთებთ, რომ არ ჩაგვეწვას, ესე რომ ვთქვათ, აი როგორც რაღაცა კერძი რო დგას და მუდმივად ვურევთ, რომ ეს არ ვაბრუნებთ იქიდან. ჩვენი ბუნებაც ესეა, მიდრეკილია. ჩვენ ხო ნახევრად მატერიალური საწყისი ვარ, ნახევრად სულიერ. და თუ ამ სიფხიზლეში არ ვიქნებით ეს მატერიას მიაქვს, ის მუდმივად ქაოსისკენ არის, მუდმივად სიკვდილისკენ მივყავარ და ჩვენ გონებით და წმენით განათებული გონებით უნდა გარდავხრათ ეს მატერია კი არ უნდა მოვიძულოთ, გავაკეთილშობილოთ ჩვენ სხეულად ვაქციოთ, სული სხეულად, უბრალოდ ტანსაცმლად კი არა, სხეულად. აი როგორ საკმაზი რო გაუჯდება საჭმას, ის ორი არ არის, უკვე ერთი მთლიანია. ასევე საკმაზივით ეს სული და სხეული ერთთლიანად უნდა ვაქციოთ. აი ეს არის ჩვენი გზა, აქეთკენ მივდივარ და ამის ძალაზე შესაძლებლობას გვაძლევს უფალი. გავიღვიძოთ ამიტომ. ყველას გვეხება, ნუ იყურებით იქით აქეთ, მე ვინა ვარ. თქვენისთანა კაცი იყო ამბობს. ილია და მაცხოვარიც იმას გეუბნება, რომ მე თუ რაც გავაკეთე, იგივეს გააკეთებთ. ძალა უფლისგან გვეძლევა. კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს და წმინდათა თაყვანისცემა გახსენება ის არის, რომ იმათ გახსენებით ჩვენ ავენთოთ იგივე რწმენით, იგივე სულით, რაც ჩვენში არის, ოღონდ მინავლულია. არაფერი ახალი ჩვენ არ აგვაქვს მოსატანი, ყველაფერი არის გასახსენებელი, იმიტომ ჩვენმა წინაპერებმა ჩვენში ჩადეს ეს დიდი საზირკველი და საფუძველი. მთავარი ახლა რომ გახსენებით იმ ნაკადამდე ჩავიდეთ და იქ დავდგეთ, რომ მათი ძალით მერე ჩვენი ოჯახების დავამშვიდოთ და ჩვენი ქვეყანაც. აი ამაშია ჩვენი საქართველოს ძალა და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ეს მალე და მალე გვახსენდეს ეს ჩვენ თუ ვისი გორისავა. კიდევ ერთხელ დაგლოცავთ მერთვას იკეთე და ძალა მოგცი ჩვენთან ას ღმერთი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთათან. ამინ.